კიდევ ერთხელ მოგესალმებით ზურფოს ტელემოყურებლებო და როგორც უკვე გითხარით, დღეს დატვირთული იქნება ჩვენი გადაცემა სხვადასხვა თემით. პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ გადაცემის სტუმრები, ირმა ნიჟარაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი და ლევან ჯიოშვილი, ბათუმის მუხრამახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლის დირექტორის მოადგილე. მოგესალმებით, პირველი მოადგილე. თუმცა ბატონ ლევანი არა მარტო ამ სტატუსით არის წარმოადგენილი, საინტერესო საჩუქრით არის ჩვენთან მოსული და ამაზე ვისაუბრებთ ოდნავ მოგვიანებით. მადლობა რომ გვეწვიეთ დღეს გადაცემაში და ბევრ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის და რა თქმა უნდა არ იქნება ალბათ გადამეტებული თუ მივაგებთ ჩვენს პატივს და მწუხარებას გამოვთქვამთ იმ დიდი ტრაგედიის გამო, რაც მოხდა ჩვენს რეგიონში სამწუხაროდ და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ და უსამძიმრებთ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრაგედიული ამბავი. თუმცა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე გადაცემის ძირითად ნაწილზე და ვიდრე ვნახავთ საინტერესო რეპორტაჟს, მოდი დავიწყოთ მთავარი საჩუქრით ალბათ, რაც ბატონმა ლევანმა მოგვიტანა ჩვენს საზოგადოებას ვეთყვი. წიგნის პრეზენტაცია გვექნება გარკვეულწილად პირდაპირ ეთერში, რახან არ მოხდა პრეზენტაცია რაღაცა ისეთ სივრცეში, ჩვენთან მოვაწყოთ აქ ტელევიზიაში და სიამოვნებით გავაკეთებ ამას. აჭარის სპორტის ისტორიას კიდევ ერთი ახალი წიგნი მიეძღვნა, ამჯერად ამ წიგნს ფოტოსურათებიც ახლავს, მრავალფეროვანია ფოტოებით, ბატონ ლევან. წიგნზე გითხარით 1-2 სიტყვა და რა თქმა უნდა დანარჩენ თემებზეც პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ სიურპრიზისთვის. რა თქმა უნდა, აჭარის სპორტის ფოტოისტორია ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, მაგრამ სანამდე ამ წიგნის შესახებ ვისაუბრებდეთ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ურმესი მადლობა გადაუხადოთ ჩემს სარედაქციო საბჭოს უცვლელ წევრებს, რომლებიც 2006 წლიდან ჩემ გვერდში არიან, ბატონ ჯემალ სურმანიძეს, უნიკალურ მწერალსა და პოეტს, ქალბატონ გულნას სამნიძეს, ძალიან მაგარ ფილოლოგს, რომელსაც კარგად ესმის სპორტული ენა, ჩემს მეგობარს გოჩა კოკობინაძეს, რომელმაც იზრუნა ამ წიგნის დიზაინზე და ქალბატონი ირმა ცენტერაძე, რომელმაც თარგმნა ინგლისურ ენაზე. სხვათა შორის ქალბატონი ირმა არა მარტო ინგლისურად, ფრანგულ და რუსულ ენაზეც თარგმნის სხვადასხვა წიგნებს და თუ საჭირო შეიქმნა აჭარის სპორტის ფოტოისტორიას იაპონურ ენაზეც გადათარგმნა. ეს მეოთხე წიგნია თქვენთვის და რამ გადაგაწყვეტინათ? ამ წიგნის დაწერა განახლება შეიძლება ასე. ბოლოს მინდა რომ მე როგორც ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ირმა ნიჟარაძეს, სპორტის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომლებს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია და ძირითადად ქართული სპორტის, ანუ ამ შემთხვევაში რეგიონის სპორტის სოფლიოსთვის უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად. ეს ძირითადი მიზანი მაინც ამ წიგნის ესაა, რომ სოფლიომ გაიცნოს რეგიონის სპორტის განვითარება. რაც შეეხება აჭარის სპორტის ფოტოისტორიას, იგი დაყოფილია 3 ნაწილად. პირველი ნაწილი მოიცავს სპორტის სხვადასხვა სახეობების მოკლე ისტორიას ფოტომასალით, აქ ძველი და ახალი თაობის უნიკალური ფოტომასალა. მეორე ნაწილში წარმოდგენილია საერთაშორისო სარბიელზე მოპოვებული მედლები და მინიჭებული სახელმწიფო წოდებები, ეს ერთგვარი არქივიცა და მესამე ნაწილში არის აჭარაში მოქმედი ყველა სპორტული ბაზა მიმოვიხილეთ, რომელსაც შეუძლია მომავალში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სპორტული ტურიზმის განვითარებაში. კი ბატონო, გეთანხმებით. ნამდვილად საინტერესო წასაკითხია, მეს მაქვს სირეწლილი ფეხბურთის ნაწილში შეტანილი ამ წიგნის. კი, რა თქმა უნდა. აკინძვის პერიოდში საკმაოდ საინტერესო წასაკითხია ნამდვილად. ქალბატონ ირმასაც მინდა ვკითხო, რა თქმა უნდა, წიგნები ყოველთვის საინტერესოა და ლიტერატურა, რომელსაც სპორტის მოყვარულები გამოიყენებენ მომავალში, თაობები, რა თქმა უნდა, ნახავენ ამ წიგნს და თქვენი როლი და რა თქმა უნდა დეპარტამენტის როლიც ამ წიგნის შექმნაშიც გაგვიზიაროთ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში სანამ წიგნზე გადავიდოდეთ, მინდა შევუერთდე ამ სამძიმარს, მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. 2 მცირეწლოვანი ანგელოზის დაღუპვა, უსამძიმრებ ოჯახებს და ალბათ როგორც ყველას მეც სიტყვები არ მაქვს, უძლურია რომ თანადგომა უთხრა და იმედი რაღაცა ის კი ბატონო. დიახ, ძალიან მიმზიმს, ძალიან რთულია რამე კომენტარის გაკეთება. დიახ, ძალიან რთულია და გამძლეობას უსურვებ ოჯახს და მის მშობლებს. ეხლა რაც შეეხება წიგნს აჭარის ფოტოისტორია, ჩვენ გასულ წელს განვახორციელეთ რამოდენიმე პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროექტი გახლდათ ეს აჭარის სპორტის ფოტოისტორია, რომელიც 2 ენაზე გამოვეცით, ეს ქართულ და ინგლისურ ენაზე, იმისათვის რომ უცხოელ
უცხოენოვანი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და იმ ვიზიტორებისათვის, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე სტუმრობენ. ციკლში გადმოცემულია უძველესი დროიდან დღემდე აჭარის სპორტული ცხოვრების შთამბეჭდავი მოვლენები, როგორც ვიცით, და იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც სპორტი დღევანდელ დღემდე ამ ფორმით მოიტანეს. გარკვეულწილად თავის მაყურებლას შეიძლება არ იცოდეს ბატონი ლევანის საავტორო ბექგრაუნდი, უთხრათ და შევახსენოთ, რომ ის არის რაღაცა მეოთხე წიგნი ესმისთვის. მთავარი წიგნი ალბათ არის მაინც აჭარის სპორტი აჭარაში, აჭარის სპორტული ისტორია, რომელსაც ძალიან დიდი დრო მიუძღვენი და დიდი ენერგია და ეს გარკვეული რეინკარნაცია შეიძლება იყოს იმ წიგნის, ოღონდ უბრალოდ გამრავალფეროვნებული, ორ ენაზე გამოცემული, რა თქმა უნდა, და დასურათებული, რაც მთავარია, რაც ყველაზე დააკლდა ალბათ წინა წიგნს და დიდი მუშაობა არქივში მოგიწიათ ამის გამოც. კი, აქ ძირითადად მაინც ახალი თაობის სპორტსმენებზია უფრო გათვლილი, იმიტომ რომ სპორტი აჭარიდან დღემდე ძალიან დიდი დრო გავიდა და ბევრი ბატონი ლევანი ასევე დამსახურებული სპორტის მოღვაწე გახლავთ და როგორც აღნიშნეს, არის ერთი წიგნის ავტორი და ძალიან დიდი შრომა გაწია ამ წიგნზე. მადლობა მინდა მას გადაუხადო და მადლობა რა თქმა უნდა განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ტირაჟით გამოიცა წიგნი, თუ შეგიძლიათ თქვა და ხელმისაწვდომობა. დიახ, 300 ტირაჟით გამოიცა. მოთხოვნიდან მომდინარე გადავწყვიტეთ რომ წელსაც გამოვცეთ ასევე 300 ტირაჟი და ალბათ მომავალში თავიდან ბატონი ლევანი ამბობს რომ მე შეემატება მედლები და დავბეჭდავთ ალბათ თავიდან წიგნს. კი ბატონო, ძალიან კარგია ეს და ამბობთ საჭირო ლიტერატურაა ჩემთვის ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით ვინც სპორტს აშუქებს და უბრალოდ ვიზიტორები თქვენ ახსენეთ და არაერთი სტუმარის ჩამოდის ჩვენს რეგიონში სპორტული მიმართულების, სპორტული ტურიზმის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ძალიან კარგი საჩუქარია ვფიქრობ და მადლობა ბატონ ლევან კიდევ ერთხელ ვიდაბეთერში. მე ვიცი რომ ეს წიგნი კონკრეტულად ეს წიგნი ჩვენთვისაა და სიამოვნებით მივიღებ საჩუქრად თქვენი ავტოგრაფით ამ წიგნს აქვე. ჩვენ კი შეგვიძლია გავაგზავნოთ ხო არ გინდოდათ რამის დამატება წიგნთან დაკავშირებით? მე მგონი მე საკმარისად ვთქვი, ძალიან კარგი იქნება. ნუ ამ წიგნს როგორც დადებით ისე უარყოფითი მხარეც გააჩნია. და ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ირმას მხარდაჭერით კიდე გამოვა ეს წიგნი, იმიტომ რომ სოფლიო ცოტა ანუ ეგ არის უარყოფითი. არა, როდესაც ეს წიგნი დავბეჭდე, ჩვენ ვიჩქარეთ ამ წიგნის დაბეჭდა, როდესაც გამოიცა ამ წიგნის დაბეჭდის შემდეგ ჩატარდა სოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ მჭიდრობაში, ძალოსნობაში, სამბოში, ჭადრაში მოპოვებულია 16 საერთაშორისო медали და სრულყოფილი რომ იყოს 2024 წლის მონაცემებით ფოტოისტორია, ამიტომ ეს თავიდან შესატანი იქნება რა. ჩანართი შეიძლება 2025 წლის. გაბატონო ირმა, თქვენ მას შემდეგ რაც დეპარტამენტში მუშაობთ, უკვე დეპარტამენტის მიმართულებით ხართ ძირითადად დაკავებული, მაგრამ თქვენი რაღაცა საყვარელი მიმართულება შეიძლება ითქვას და რაღაცა შვილი განსაკუთრებით რომელიც გიყვართ არის ბათუმის სასპორტო სკოლა, ყოფილი სასპორტო სკოლა, ეხლა უკვე სპორტის სასახლე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის, დიდი პერიოდი გაატარეთ ამ დაწესებულებაში. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სიახლე, ბატონ ლევანის ამ ორგანიზაციის თანამშრომელია და საინტერესო სიახლე ამ სკოლასთან დაკავშირებით. მინდა ვნახოთ რეპორტაჟი თქვენთან ერთად, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გადაიხო გასულ უქმეებზე სწორედ ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, რომ ბევრი საინტერესო ამბავი ხდება ამ სპორტის სკოლის ირგვლივ და მოდი ვნახოთ ეს რეპორტაჟი, შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს ამ თემაზე და სხვადასხვა თემებზე. ძლეოსნობა სპორტის დედოფლად წოდებული სახეობაა, რომელიც აერთიანებს ვარჯიშებს სიარულში, რბენებში, ხტომებსა და ტყორცნებში. სულ ცოტა ხნის წინ კი ჩვენი რეგიონის მძლეოსნებისთვის მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ბაზაზე ევროპული სტანდარტების მქონე სარბენი ბილიკი მოეწყო. აქამდე ადგილობრივ მძლეოსნებს ვარჯიში ბულვარში ან პარკის ტერიტორიაზე უწევდათ, რადგან 2007 წელს ბათუმის სტადიონის დემონტაჟის შემდეგ პროფესიული სარბენი ბილიკები ქალაქში აღარ არსებობდა. აჭარის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის კახა ჩეიშვილის თქმით, ეს ინფრასტრუქტურული სიახლე რეგიონის სპორტსმენებისთვის კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარი იქნება. მოგეხსენებათ, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ სარბენი ბილიკები არ ქონდა, ვარჯიშობდით ზღვისპირა პარკში და სკოლების ტერიტორიაზე, რაც სასურველი არ იყო მძლეოსნობისთვის. სპორტის სასახლის დირექტორის ინიციატივით მოეწყო სარბენი ბილიკები და მადლობა ბატონ შოთა დავითაძეს. გადმოვედით უკვე აქ ფაქტიურად მძლეოსნობის სივრცე შეიქმნა, ძალიან კმაყოფილები ვართ ფედერაციას და განსაკუთრებით ბავშვები. ნელ-ნელა წამოვა კარგი შედეგები აუცილებლად გვექნება. წარმატებები იყო, მაგრამ ეხლა უფრო განვითარდებით.
მოზარდების ფიზიკური განვითარების გარდა მძლეოსნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ოლიმპიურ თამაშებზე ენიჭება, რადგან ყველაზე მეტი медаლი სწორედ სპორტის ამ სახეობაზე მოდის. მოკლე მანძილებზე რბენის მწვრთნელისა და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილის რუსლან რუსიძის თქმით, ახალი სარბენი ბილიკის სპორტსმენებს საომავლოდ ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის საშუალებას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში დიდი ხანია უკვე არ არსებობდა სარბენი ბილიკები, არც გასახდელი ქონდა მძლეოსნებს და არც დუში და ასეთი არაფერი ფუფუნება, მიუხედავად ამისა, მაინც იყო შედეგები, გარკვეული შედეგები საქართველოს ჩემპიონების პრიზიორების, მაგრამ ეს დღევანდელი საჩუქარი, რაც ჩვენს დეპარტამენტმა გვაჩუქა, ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, ყველა ვეტერანი მძლეოსნისთვის, არა მარტო ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელ საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აღზრდილი გვყავს და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტ ჩემპიონს და კარგ მძლეოსანს აღურძდის აჭარა ჩვენს ქვეყანას საქართველოს. სამი წლის უკან ვიპოვე სპორტი, სულ შემთხვევით, ჩემმა ტრენერმა მოვიდა სკოლაში და აგვიყანა ბავშვები, მე ძალიან ცუდ პირობებში გვიწევდა ვარჯიში, შეჯიბრებებიც ეგრე ტარდებოდა. ძველ ბულვარში ვარჯიშობდით, ქვაზე, რაც გვტკენდა ფეხებს, ცუდად ვიყავით ყოველ ვარჯიშის შემდეგ და ძალიან გაგვიხარდა, რომ ბილიკები დაგვიგეს, იმიტომ რომ ახლა უფრო ბავშვებს мотиваცია მოგვეცა და ახლა ვემზადებით შეჯიბრისთვის, გვექნება ბევრი შეჯიბრებები დაიწყო უკვე და ყველაფერს ვიზამთ, მე და ჩემი გუნდი, რომ კარგი შედეგები დავდოთ და ვასახელოთ აჭარა. ბავშვობიდანვე დაინტერესებული ვარ ამ სპორტით. ქედაში არ მქონდა იმდენი შესაძლებლობები, რომ მე ვარჯიშა, ამიტომ როდესაც ეს ბილიკი დაიგო, გადმოვედი და უკვე აქ ვარჯიშობ. და პირველ მარტს გვაქვს ტურნირი, ვემზადები ტურნირისთვის და იმედი მაქვს, რომ საუკეთესო შედეგებს დავდებთ. ძლეოსნობის გარდა ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში დღეისათვის 26 სპორტის სახეობა ფუნქციონირებს. სასახლეს ამ დროისთვის 10 სპორტული არენა გააჩნია და უკვე არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირს უმასპინძლა. სასწავლო სამწვრთნელო პროცესს კი კვალიფიციური მწვრთნელები წარმართავენ, რაც რა თქმა უნდა სპორტსმენების შედეგებზე პირდაპირ აისახება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე საერთო ჯამში 212 ოქროს, 147 ვერცხლის და 180 ბრინჯაოს медаლი მოიპოვეს. თუმცა ახალი წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა და როგორც ჩვენთან საუბრისას ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორის მოადგილე ლაშა კეშელავა ამბობს, წელს მათი მიზანი გასული სეზონის შედეგების გაუმჯობესება იქნება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის და მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ერთობლივი საქმიანობით დაიგეგმა მძლეოსნობის ბილიკის მოწყობა. რაც შეეხება მძლეოსნობის სარბენ ბილიკს არის 100 მეტრიანი. მძლეოსნობის გარდა არის 26 სახეობა ჩვენ სპორტის სასახლეში, სადაც ყველა სპორტსმენი აღჭურვილი არის ინვენტარის მწვრთნელები ყავს კვალიფიცირებული. წლების განმავლობაში არაერთი ტურნირის უმასპინძლა ჩვენმა სპორტის სასახლემ და ეხლაც უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილი არის ძალიან ბევრი ღონისძიება, ძალიან ბევრი ტურნირები და ჩვენი სპორტსმენები დარწმუნებული ვარ შედეგზეც იქნება ორიენტირებული და მივაღწევთ ჩემპიონობას და ყველა სპორტსმენს წარმატებას უსურვებთ. აჭარის მძლეოსნობის ფედერაციის სპორტსმენები თავიანთ ძალებს 20-24 თებერვალს თბილისში გასამართ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოსინჯავენ. ხო, ძალიან მაგარი ამბავია ის, რომ აჭარას როგორც იქნა წლების განმავლობაში ჩვენ სამ სტუდიიდან ერთი ხელგაგვიჟღერებია ის, რომ რაღაცა მძლეოსნობის ბილიკი იყო უდიდესი საჭიროების საკითხი და რომ არის უკვე მართალია 100 მეტრიანი, მაგრამ უკვე არსებობა ამ ბილიკის არის დიდი ამბავი და მინდა რაღაცა მიულოცო ამ სპორტსმენებს, ვინც მძლეოსნობით იყო დაკავებული. ბატონ ლევანს განსაკუთრებით მიულოცო, იმიტომ რომ მას ჰქონდა ხშირად ამაზე პრეტენზია და კარგია და მადლობა თქვენ, რომ მიიღეთ ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა. მეტი ამბავი გვაინტერესებს და პირველ რიგში გვაინტერესებს ის, რომ ბილიკის დაგება ხომ არ ნიშნავს მანეჟის საკითხის გვერდზე გადადებას. არა, ვითარ შემთხვევაში. თქვენ იცით, რომ სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მართლაც უპრეცედენტოა აჭარაში. სულ ეხლა დასრულდა ყირულის არენა, ქვიშის სახეობებისთვის აშენდა ქვიშის მოედანი, სადაც საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლეთ, ჩაქვის ძალოსნობის ბაზა, გვაქვს როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები, ჭადრაკის სასახლე, ქობულეთის კომპლექსური სკოლა, ხულოს სპორტული სკოლა და ასე შემდეგ. ამ სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ეს შედარებით მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ღირებულება, როგორც ვიცით, 288,000 ლარი დაჯდა, მხარდაჭერილი იყო განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ და განახორციელა ბათუმის სპორტის სასახლე, ზოგადად სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოგეხსენებათ აჭარის პროექტების მართვის კომპანია ახორციელებს არა მარტო სპორტულს. მე მინდა მიულოცო ჩვენს მსვლელობებს, ძალიან გახარებულები არიან სპორტსმენები, მწვრთნელები. მსვლელობა ზოგადად ვიცით, რომ ეს სპორტის ოლიმპიური სახეობა გახლავთ, ძალიან პოპულარული და მასობრივი სპორტის სახეობა და თან ყველა სპორტის სახეობის ფაქტიურად საფუძველი გახლავთ და ამიტომაც უწოდებენ მას სპორტის დედოფალს. რა თქმა უნდა, ეს არის დასაწყისი და უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს ისე როგორც დანარჩენი სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აუცილებლად ექნება მანეჟი, რადგან არა მარტო მსვლელობას გამოადგება, ეს ვიცით, რომ სხვადასხვა სპორტის სახეობასაც გამოადგება ტერიტორიის, როგორც ინფორმაცია მაქვს, ტერიტორიის მოძიების ეტაპზე ვართ და აუცილებლად ამასაც ვიზეიმეთ უახლოეს მომავალში. ბატონ ლევან, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ იდეის გულხრუალე მხარდაჭერი იყო მსვლელობის მანეჟთან დაკავშირებით, მაგრამ ეხა ბილიკიც არ არის პატარა საქმე, განსაკუთრებით მაშინ როცა მანეჟი აშენდება, როცა ბილიკიც დარჩება, ეს უკვე რაღაც შედეგს მოიტანს. კი ბატონო, მსვლელობა მართლაც უნიშნელოვანესი სპორტის სახეობა, არა მარტო მორბენელებისთვის და ხტომელებისთვის, ნებისმიერი სპორტის სახეობის წარმომადგენლებისთვის, რომ გადავხედოთ მის ოლიმპიურ ისტორიას, ძველბერძნული თამაშების პირველი გამარჯვებულის მორბენალი იყო, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი მე-20-ს იყო ძლეოსანი, ლეგენდარული ვიქტორ სანეევი. რაც შეეხება აჭარაში, ძლეოსნობას ძალიან დიდი ისტორია აქვს. პირველი საქართველოს ჩემპიონები და რეკორდსმენები, აი ბათუმელი ძლეოსნები იყვნენ. 1953 წელს აშენდა ბათუმში ძლეოსნობის სპეციალიზებული სპორტული სკოლა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სპორტის სამსახიობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ამ სკოლაში აღიზარდა სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილე რუსლან რუსიძე, მაგრამ 2006 წლის 26 ოქტომბერს აი დინამო სტადიონზე ჩადდა და ბოლო კალენდარული მატჩი და ამის შემდეგ დაიწყო დემონტაჟი სტადიონის, მათ შორის სარბენი ბილიკის და 2007 წლიდან უკვე ჩვენს მსვლელობებს აღარ ჰქონდათ საწვრთნელი ბაზა. თუმცა ჩვენი წვრთნელების სასიკეთოდ მინდა ვთქვა, რომ ისინი მაინც აგრძელებდნენ საწვრთნელი ვარჯიშების ჩატარებას ამბანის კოშკიდან ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ პარკში მონაწილეობდნენ საქართველოს ჩემპიონატებსა და პირველობებში, სხვადასხვა რესპუბლიკურ ტურნირებში, ძლეოსნურ გარბენებსა და კროსებში იყო წარმატებები, მაგრამ არასაკმარისი და აი დღეს 18 წლის შემდეგ მათ აქ თანამედროვე სარბენი ბილიკი, თუმცა არასაკმარისი, იმიტომ რომ ძლეოსნობაში 59 სპორტის სახეობაა, ჩვენთან შესაძლებელი იქნება 3 სახეობის ჩატარება, ამიტომ ძლეოსნობის განვითარებისთვის აუცილებელია თანამედროვე ოლიმპიური სტანდარტის ძლეოსნობის მანეჟი, სადაც შესაძლებელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირების და ჩემპიონატების ჩატარება. და მე მჯერა, რომ ეს მანეჟი აუცილებლად იქნება და უკვე ბათუმი იქნება სრულყოფილად სპორტული ინფრასტრუქტურით კეთილმოწყობილი. კი ბატონო, ბათუმის მუხრამახტანგ სახელობის სპორტის სასახლის თემა რო ამოვწუროთ, თქვენ ამ შემთხვევაში თანამშრომელი ხართ, ყოფილი ხელმძღვანელი გვესწრება, ბილიკის გარდა, თქვათ, ასეახლეები შეიძლება ჩვენთან ახლა ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ფრენბურთისა და ფეხბურთის ღია მოედნებისა და დახურული მოედნების მშენებლობა და კლდეზე ცოცვის ხელოვნური კედლის დამონტაჟება. ჯერჯერობით ამ პროექტებზე ვართ ორიენტირებული და სამივე პროექტს მივიყვანთ სისულეში. ბატონო, რამდენად მნიშვნელოვანი ობიექტია სპორტის სასახლე, სპორტული სკოლა, რა ვიცი, როგორც სკოლა იყო თავის დროზე და ამიტომ ჯერ ჩემს მეხსიერებაში რომ სკოლათ არის დალექილი, მისი მომავალი განვითარება რამდენად მნიშვნელოვანია აჭარის სპორტის. რა თქმა უნდა, ეს ფაქტიურად ჩვენი ჩემპიონების პირველადი სამჭედლო გახლავთ. ამ ეტაპზე 5000 სპორტსმენი ვარჯიშობს და დატვირთულია მაქსიმალურად 50% გაიმართვა გაიზარდა
მომართვიანობა, როცა ეს სპორტის სასახლე აშენდა, ძალიან ბევრ ღონისძიებებს ატარებენ, იქნება ეს ღია სასკოლო ტურნირები, შიდა ჩემპიონატები, შიდა სასკოლო ტურნირები და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სპორტის განვითარებას და ეს არის ძირითადი ბაზა იმისთვის, რომ შემდეგ ნაკრებს გადმოცენ ეს წარმატებული სპორტსმენები, სელექცია მოახდინონ და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენი ნაკრებიდან ეროვნულ ნაკრებს. კი ბატონო. რახან ვახსენეთ თქვა დიდი სპორტული ინფრასტრუქტურა, უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ხალხგაზრდული ოლიმპიური თამაშების ზამთრის, რომელიც ესაა დასრულდა ჩვენს ქალაქში მათ შორის და ბაკურიანშიც უკვე ბოლოსკენ გადის როგორც ვიცი. რამდენად მნიშვნელოვანია ბატონ ლევან, თქვენს კითხავთ და ქალბატონ ირმასაც რა თქმა უნდა, ის რომ თქვა ზამთრის სპორტის სახეობების მიმართულებით ჩვენ რაღაც ამ წიგნში შეიძლება იყოს, მაგრამ ბევრი ფურცელი ნამდვილად არ ექნება დათმობილი, იმიტომ რომ ცოტა არის ჩვენ რეგიონისთვის განსაკუთრებით ცოტა უცხო არის ეს ხილი. ყინულის სასახლე გვაქვს რამდენიმე წელია, მაგრამ იმ დატვირთვით და იმ სიმაღლეებზე არ მუშაობდა, რა თქმა უნდა, როგორც შეიძლება იყოს ეს მომავალში და რამდენად კმაყოფილი ხართ ღონისძიებით, რომელიც ჩატარდა ბათუმში. დიახ, პირველ რიგში ეს ღონისძიება შეაფასა უკვე ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა დადებითად. ძალიან და ძალიან გვიხარია ეს ფაქტი. მოგეხსენებათ, საქართველოს ერთი კვირის განმავლობაში, 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობდა, რომელიც სპორტის 8 სახეობაში ჩატარდა. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 3 ლოკაციაზე გაიმართა, ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი. სამივე ლოკაციაზე მოეწყო მაღალ დონეზე ინფრასტრუქტურა, ძალიან შთამბეჭდავი გახსნა იყო ბაკურიანში, მართლაც ლამაზი სანახაობა იყო, მოუხდა ქართული ცეკვა, ქართული სიმღერა, მშვიდობის ცეცხლი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იძლევა მის საშუალებას, რომ ზამთრის ეს სპორტის სახეობები აუცილებლად განვითარდეს. ჩვენ წელს, როგორც ვიცით, 8 სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილი, 3 გოგონა და 5 ვაჟი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ ღონისძიებებზე გაცილებით მეტი სპორტსმენებით ვიქნებით წარმოდგენილი და ასევე გაიზრდება როგორც მედლების რაოდენობა, ასევე ხარისხი. ჩვენ უმასპინძლეთ ამ 8 სახეობიდან ფიგურულ ციგურაობასა და შორტ-ტრეკს და ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ საქართველოს ინგა გურგენიძეს მიუროცო ოლიმპიური ჩემპიონობა ფიგურულ ციგურაობაში. ძალიან დიდი ემოციები იყო, დიდი სიხარული იყო და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, ყინულის არენა გარდა მაღალი მიღწევებისა, ვიცით რომ ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან 21 საუკუნე ალერგიული რეაქციები, სასუნთქი სისტემის პრობლემები, ამისთვის პირდაპირ ძალიან კარგი საშუალება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოედანი მაქსიმალურად დაიტვირთება ჩვენი მოზარდებითა და ხალხთა. ბატონო ლევან, ტრადიციები არ გვაქვს, შეიძლება ვთქვათ, აჭარაში ზამთრის სპორტის სახეობებით, მაგრამ უკვე ყავს ბავშვები, რომლებიც გარკვეულ მიღწევებს აკეთებენ, მედლებს იღებენ და რამდენად გესახებათ მიზნად და რეალურად რომ ამ სპორტის სახეობაში ამ მიმართულებით განვითარდეს. ჩვენი ტრადიციები ჩვენ გვქონდა ზემო აჭარაში იყო განვითარებული სათხილამურო სპორტი, იყო განვითარებული სლალომი, დღესაც ხულოს გუნდი წარმოადგენს აჭარის ნაკრებს და მალე უკვე საქართველოს ჩემპიონატიც ტარდება. რეგულარულად მონაწილეობენ სხვადასხვა საკმაოდ წარმატებიც და მე ვამბობ ისეთ ტრადიციები, რომელიც აი წიგნში შეიძლება და შესულიყო, ასეთი არ არის, მაგრამ ასეთი არ არის, მაგრამ ნელა-ნელა შეიძლება მისი განვითარება და მე მგონი რადგან უკვე მატერიალური ტექნიკური ბაზა გაგვაჩნია, უკვე მისი განვითარება ზადვილის შესაძლებელი იქნება. აი მომდევნო წიგნში შეიძლება უკვე მე დავოსნებ ეს წარმატებების ბევრი იქნება. იმედი კი ბატონო, დეპარტამენტის საქმიანობას შეჯამება მოხდა ცოტა ხნის წინ, გადაეცით მედლები გასაგები მიზეზების გამო 2024 წელს ეს ამბავი ვერ მოხდა და რაღაცა სულ რაღაც ერთი კვირის წინ იყო თუ არ ვცდები რომ დააჯილდოვეთ ადამიანები. ალბათ პროდუქტიული იყო გასული წელი აჭარის სპორტისთვის ზოგადად მედლების რაოდენობა ავიღოთ, გასაგებია რომ ოლიმპიურ
წელს სამწუხაროდ მედლით ჩვენი რეგიონი ვერ შეხვდა და მე დავამთავრე წელი მედლით და ეს მიზანი გადაიწია კიდე 4 წლით. შეგვიძლია თქვითხრათ ზოგადად წელზე. ჩვენ 10-20 დღის წინ შევიკრიბეთ სპორტულ საზოგადოებასთან ერთად და სპორტულ ფედერაციებთან ერთად შევაჯამეთ გასული 2024 წელი, ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და ასევე მოვიფერეთ იმ ადამიანებს და დავაჯილდობეთ, რომლებმაც გასულ წელს წარმატებითი ასპარეზეს როგორც ადგილობრივ, ასევე გასვლით ღონისძიებებში. მინდა გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში დადებითად შეფასდა ჩვენი საქმიანობა, იმიტომ რომ განმთავრების ხარდაჭერით მოგეხსენდება ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სპორტის განვითარების პროგრამებს, განვახორციელებთ რამოდენიმე პროექტი და შედეგები ჩვენ გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში 326 მაღალი სინჯის მედალი ავიღეთ. აქედან 100 ოქრო, 96 ვერცხლი და 130 ბრინჯაოს მედალი და ჩვენ იქ დავისარგებლებ შემთხვევით, აქედანაც თითოეული მედალის უკან მოგეხსენებათ რამდენად დიდი შრომაა ჩადებული და მინდა თითოეულ სპორტსმენს, პარასპორტსმენს, მწვრთნელს მადლობა გადაუხადო ამ გაწეული შრომისთვის. ასევე სტიპენდიების პროგრამაში, რომელიც გახლავთ ჩვენი წარმატებული სპორტსმენებისა და მათი პირადი მწვრთნელების ყოველთვიური ანაზღაურება, ამ ეტაპზე ჩართულია 88 სპორტსმენი და 47 პირადი მწვრთნელი. აქაც გვაქვს სიახლე აგვისტოს თვიდან დაემატა ბენეფიციართა რაოდენობა და ევროპის ჩემპიონები მოგეხსენებათ პროგრამით სარგებლობს ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები და მათი პირადი მწვრთნელები და ეხლა პროგრამაში ჩაერთვენ უკვე აგვისტოს თვიდან საქართველოს ჩემპიონები ოლიმპიურ სახეობებში და მათი პირადი მწვრთნელები ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სიახლეა ესეც. ჩვენმა სპორტსმენებმა და ჩვენმა ნაკრებმა გუნდებმა, როგორც ადგილობრივ, ასევე გასვლით 500-ზე მეტ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის მომასპინძლეთ საერთაშორისო მაღალი რანგის სპორტულ ღონისძიებებს და მასპინძლობის იმ ძალიან დიდ პასუხისგებლობას ღირსეულად გავართვით თავი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საერთაშორისო ფედერაციებიდან გვაქვს დადებითი შეფასებები და წელსაც, რა თქმა უნდა, დაიგეგმა კიდევ უფრო მასშტაბური მაღალი რანგის სპორტული ღონისძიებები. ძალიან კარგი. ჩვენ დიახ დიახ. ასევე სპორტული ფედერაციების გაძლიერების მიზნით მოგეხსენება ჩვენ დავიწყეთ როგორც მენეჯმენტის გადამზადება, ასევე სპორტის ცალკეულ სახეობების გადამზადება, როგორც ადგილობრივ და მუნიციპალურ დონეზე. დიახ და რა თქმა უნდა ეს პროგრამა წელსაც გაგრძელდება და ასევე გვექნება სპორტული თემატიკის ფორუმი წელსაც მოგეხსენებათ გასულ წელს ჩვენ ჩავატარეთ სპორტული წარმატების სტრატეგია, ეს სპორტული თემატიკის ფორუმი, სადაც 300 დელეგატი ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები, ქონდა პანელური დისკუსიები და ასევე მოხსენებლებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესოდ პრეზენტაციები სპორტის სამართალში, მენეჯმენტსა და მართვაში, სპორტული მედიცინის მიმართულებით. ძალიან ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა, საინტერესო და გადავწყვიტეთ, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ, მაგრამ ასევე საინტერესო იქნება საერთაშორისო გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო სპიკერებს მოვიწვევთ. დიახ. ბატონ ლევან, თქვენ როგორც რაღაცა დიდი ხნის გამოცდილ ადამიანს, რომელსაც გიმუშავებთ არაერთ პოზიციაზე, იგივე დეპარტამენტში, ახლა უკვე სპორტის სასახლეში, რას ფიქრობთ, რა შეიძლება გამოწვევათ აჭარის რეგიონის მთავარი სპორტული ოჯახისთვის, მოდი ესე დავარქმევ, გარდა იმისა, რომ თქვათ რაღაც ოლიმპიური медали, ოქროს მაღალი სინჯის ჯერ კიდე არ გვაქვს. ეს არის რა თქმა უნდა მთავარი გამოწვევა, მაგრამ ამასთან ერთად რაც შეიძლება რომ თქვათ ამ ადამიანებმა გააკეთონ და გააკეთოს სახელმწიფომ ჩვენ რეგიონში სპორტის განვითარებას. სახელმწიფო სიმართლე იქით რა ყველაფერს აკეთებს ოლიმპიური ოქროს მედლისთვის, ჩვენი სპორტსმენები ემზადებიან ძალიან მაგრამ ალბათ ცოტა რთული იღმალი, ცოტა რთული ოქროს მედლის და მაინც მენტალური ღონისძიება და შეჯიბრებაა ჩემი აზრით გარდა მარტო სპორტის ძალიან რთული ყოფილა ჩვენ 5 ოლიმპიელი გვყავს მესამე პრიზიორი ოქროს მოლოდინში ვართ ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ რათა ჩვენ სპორტსმენებს ხელი შეუწყოთ თუნდაც დეპარტამენტიდან თუნდაც სასპორტო სკოლიდან სპორტსმენებიც ვარჯიშობენ, მაგრამ რაღაც ალბათ გვაკლია ისეთი რომ მოკლედ ეს გამოწვევა ჩვენ ამას ფორუმზეც ვისაუბრეთ, ზოგადად ცოცხალი პროცესია. მთავარია რომ ჩვენ არ ვჩერდებით და განვითარებას და წინსვლას ვაგრძელებთ და ხანდახან მიუხედავად იმისა რომ იღბალი და ფორტუნა ჩვენს მხარეს არ არის, ოლიმპიადა მოგეხსენებათ იქ მონაწილეობას რამდენად მნიშვნელოვანია და ჩვენ პირობას ვდებთ რომ ჩვენს კუთხეს ეს ნანატრიოცნება აუცილებლად აუხდება და ჩვენ ოლიმპიური ოქრო. ირმა მახსენია
საინტერესო ამბავი ფედერაციების მენეჯმენტთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ პირადად არაერთი ფედერაციის შექმნაში მონაწილეობა მიღებული. რამდენად მნიშვნელოვანია თქვა, მაგალითად არის სპორტული ფედერაციები ჩვენს რეგიონში, მათ შორის თუნდაც რაღაცა ქვეყნის მასშტაბით რო ავიღოთ, შეიძლება არ იყოს თქვა ამ ეტაპზე რაღაცა მასეობრივი დატვირთვა ამ სპორტის სახეობის მიმართ, გამოიცვლება მენეჯმენტი ფედერაციაში აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, რა ვიცი, ავიღოთ თუნდაც კონტაქტური კარატეს მაგალითი, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით დაიწყო, რაც 2-3 ბავშვით და დღეს ხედავთ, რომ აი ნამდვილად შედეგებზე არიან გასული. რამდენად მნიშვნელოვანია მენეჯმენტი ფედერაციებში, ბატონ ლევან? და მენეჯმენტი ნამდვილად მნიშვნელოვანია, ჯერ პირველ რიგში მათ უნდა კონდეთ სამუშაო ადგილი. პირველ რიგში ესაა აუცილებელი მთავარი, შემდეგ უნდა ყავდეს გენერალური დივანი, რომელსაც უყვარს წერა-კითხვა, რომელსაც უყვარს სპორტი, ესაა ყველაზე მთავარი. და მენეჯმენტი აუცილებელია, იმიტომ რომ ვიღაცამ ხომ უნდა მართოს ეს ფედერაცია, ესე მისით არ იმართება. ახლა წვრთნელი, მე მაგათაც არ მიმაჩნია, წვრთნელი იყოს ფედერაციის პრეზიდენტიც. წვენ რა უნდა აკეთოს თავისი საქმე და ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითად თუნდაც რომელიმე ბიზნესმენი. ან რომელიმე დაინტერესებს, ვისაც უყვარს ეს სპორტის სახეობა და გულით იქნება დაინტერესება. ამით უფრო ჩემი აზრით უფრო რეალური გახდება მე ფედერაციის მუშაობა, მაგრამ პირველ რიგში უნდა კონდეს სამუშაო ოთახი რა. გალდონერმა, აი სპორტული მენეჯმენტის კუთხით თქვენ თქვით რომ რაღაცა იმართება ტრენინგები და ასე შემდეგ, რა შედეგზე თქვათ ეს არ არის პირველი პროგრამა, რომელიც ეწოდა, რა შედეგზე გახვედით და თუ შეიცვალა რამე არ მართლა? რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით. ეხლა ხანს ჩვენ მნიშვნელოვანი სიახლე, გარდა იმისა, რომ გადამზადება ჩვენ რა თქმა უნდა აი უკვე საქმიანობაზე მათ, ეხლა მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ის, რომ ჩვენ ვაპირებთ საინფორმაციო მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვას, რომელიც კიდევ უფრო მოქნილს გახდის ჩვენ საქმიანობას და რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა მათი მმართველობის ხარისხს გაზრდის პირველ რიგში. ეს გახლავთ მოდელი ცენტრალური სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ფედერაციებს შორის არსებული საქმის წარმოებისა და ურთიერთობის მოდელი და საკმაოდ წარმატებული და კარგი მოდელია, ამიტომ ფიქრობთ, რომ ჩვენ ბიუროკრატიას მაქსიმალურად დიახ, ეტაპობრივად გადავალთ ამ მოდელზე, ჩვენ ბუღალტრები ასევე გავხადეთ ხელფასები მოგეხსენებათ ბუღალტერთან დაკავშირებით არ გაიცემოდა, ეხლა გენერალურ მდივნებზე გაიცემა ხელფასები ფედერაციების მიერ, რა თქმა უნდა, აქვთ მათ უფლება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიმართოს ფედერაციები და კიდევ უფრო მართვა გახდეს უფრო მოქნილი, რა თქმა უნდა. კონტაქტურ კარატეში თვითონ ლევანის მიყავს ძალიან სწორად მიმართულებით, მაგრამ ახლა უკვე ორი ფედერაცია გახდა. გაერთიანებული ფედერაცია უფრო რთული იქნება. მუშაობა თუ არა, როგორც ასეთი, ახლა კონტაქტური კარატე ყველაზე სწორი მიმართულებით მიდიოდა მისი მუშაობა. აი ამას ვამბობ, რომ ენთუზიაზმიც ბევრია დამოკიდებული და თვითონ პირველ რიგში მთავარი პირობა სპორტის სიყვარული და იმ სახის სიყვარული, რომელსაც სასარში და ეს ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, არა მარტო სპორტში. მინდა და მეკითხა აუცილებლად წიგთან დაკავშირებით ისევ რომ ბატონი საჩუქარი. წიგს მივიღებ აუცილებლად. ავტოგრაფით. მადლობა, ავტოგრაფით. ჩვენს მაყურებელსაც მოდი ვაჩვენოთ თუ გვექნება ამის საშუალება ეს წიგნი უფრო ახლოს. რა არის შემდეგი პროექტი? თქვენი როგორც ვიცი გაქვთ კიდევ რაღაცა იდეები წიგნებთან დაკავშირებით და თუ შეგიძლიათ რომ ფაქტობრივად ამ ცვლილება მინდა ჯერ შევიტანო პირველ რიგში აუცილებლად, იმიტომ რომ სრულყოფილი უნდა იყოს წიგნი გულშემატკივრებისთვის და მე ალბათ ამ წიგნის დაბეჭვრის შემდეგ კიდევ შემაწუხებ ირმას, მინდა რომ გავაკეთო ფეხბურთზე. ფეხბურთი აჭარაში და უფრო ფართოდ, აქ მოკლე მონაკვეთებია ფეხბურთის, როდესაც ფეხბურთი ძალიან დიდი ისტორია აქ აჭარაში, ამიტომ ის უნდა იყოს უფრო ძირფესვიანად. და ამიტომ თქვენი დახმარება ძალიან დამჭირდება, თქვენ ვიცი რომ ახალი თაობის ფეხბურთთან უკვე ახლო კონტაქტი გაქვთ და იმედია კონსულტაციას გამიწევთ. კი, სიამოვნებით, რა თქმა უნდა. კალტონერმა, ბოლოს შევაჯამოთ 2025 წლის მთავარი მიზნები, ამოცანები, რა შეიძლება იყოს აჭარის სპორტისთვის და ყველაზე ისეთი პროექტები, რომელიც გეამაყებათ, რომ ამ წელს თქვა რაღაცა განახორციელებთ აუცილებლად. ამ პროექტების შესახებ წეგანაც ვისაუბრე, ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს და არ მინდა რომ გამომჩეს, ჩვენ მოგეხსენება სპორტის განვითარების ქვეპროგრამა, 6 ქვეპროგრამას ვახორციელებთ, ეხლა ხანს დაემატა ერთი ქვეპროგრამა სპორტის პოპულარიზაცია და მასტერკლასები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წამყვანი და წარმატებული სპორტსმენები 6-ვე მუნიციპალიტეტებში, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე სპორტულ სექციებში ჩაატარებენ მასტერკლასებს. ეს რა თქმა უნდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და მოზარდების და ახალ
ახალგაზრდებისთვის იქნება ძალიან დიდი სტიმული იმისათვის, რომ დაკავდნენ სპორტი და ჩაერთონ სპორტულ სექციებში და დამწყები სპორტსმენებისთვის იქნება ძალიან დიდი мотиваცია და ამავდროულად ძალიან დიდი გამოცდილება. მე არ მინდა რომ გამომჩეს, მინდა გითხრათ რომ სპორტ საჭარაში მოგეხსენებათ უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ჩვენი ბიუჯეტი, ეხლა სპორტის ბიუჯეტი ეხლა გაიზარდა, ასევე ეს იქნება პროგრამული დაფინანსების ნაწილში, ხელფასების ნაწილში, თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ნაწილში, გაგიხარდებათ ალბათ ვიცით, სპორტულ სკოლებს და როგორც ადმინისტრაციას, ასევე მწვრთნელებს დაემატათ ხელფასები და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და ვისარგებლებ შემთხვევით და მაქსიმალური მხარდაჭერისათვის ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, მინისტრის მოადგილეს ბატონ ბადრი ნაკაშიძეს და ალბათ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ინვესტიცია, რაც სპორტშია ჩადებული, დავაბრუნოთ ჩვენი წარმატებებისა და გამარჯვებების სახით და ბოლოს მინდა თილიანად ჩვენს გუნდს გადაუხადო მადლობა აჭარის სპორტის დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს, ბათუმის სპორტის სასახლეს, თითოეულ თანამშრომელს, ასევე სპორტულ ფედერაციებს, ყველას, ვინც ასე ჩართულია და ერთ გუნდად შეკრული მუშაობთ კოორდინირებულად და ზუსტად ეს კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ჩვენს საქმიანობას. კი ბატონო, გარკვეული კითხვები კიდევ დაგვრჩა, მაგრამ დრო არ ყოფნის სამწუხაროდ. კიდევ არის ამბები, რომელიც უნდა გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს. მადლობა, რომ იყავით სპორტების სტუმრები. უნდა მივიღოთ დაპირება, რომ კიდევ გვეწვევით, იმიტომ რომ დაგვრჩა სასწაულები ვფიქრობ და ახლა მომავალში კიდევ გიხილავთ ჩვენ სტუდიაში სიამოვნებით. მადლობა კიდევ ერთხელ. ახლა კი ლანა ჯაფარიძე უნდა შემოგვიერთდეს, ჩემი კოლეგა, რომელიც გასული უქმეების სპორტის სიახლეებს გაგვაცნობს. ლანა, მოგესალმები. მოგესალმები ბესო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს გასული უქმეების ყველაზე საინტერესო სპორტულ ამბებს მოგიყვებით. სარაგბო კლუბმა ბათუმმა ზამთრის შესვენების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ნინიძის გუნდმა რაგბი დიდი 10-ის მე-13 ტურის შეხვედრაში ბოლნისის ყოჩებს უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 40-18 დაამარცხა. ბათუმელებმა მეტოქეს საერთო ჯამში 6 ლელო დაუდეს. გატანილი ლელოებით თავი ბუბა ნოზაძემ, ვაჟა მიქაძემ, ალეკო შამილიშვილმა, გიორგი შუკაკიძემ, გიორგი ციკლავურმა და ზურა ფირსხალაიშვილმა გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ ფირსხალაიშვილი გარდა გატანილი ლელოსი გუნდს ასევე 5 ზუსტად შესრულებული გარდასახვითაც დაეხმარა. 13 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმი რაგბი დიდი 10 სატურნირო ცხრილში 42 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა შავიზღვისპირელები 12 თებერვალს სტუბრად ლელოს სარასენსის წინააღმდეგ გამართავენ. დინამო ბათუმმა თურქული შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩი პოლტავის ვორსკლასთან გამართა და 0-2 დაამარცხდა. უკრაინელთა მხრიდან გოლების გატანა მაქსიმ მალიშმა და ივან ნესტერენკომ მოახერხეს. შეგახსენებთ, რომ დინამომ თურქულ შეკრებაზე საერთო ჯამში 7 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და 7-ვე შემთხვევაში დაამარცხდა. შავიზღვისპირელები ეროვნული ლიგის დაწყებამდე მზადებას ბათუმში გააგრძელებენ. ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 2 მარტს დინამო თბილისის წინააღმდეგ ბათუმი არენაზე გამართავს. საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებს. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში უმცროსი ბორჯღალოსნები თბილისში სამხრეთ აფრიკის 20 წლამდელთა ნაკრებთან 2 ტესტ მატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა ავჭალის სტადიონზე 23 თებერვალს 16 საათზე დაიწყება. მეორე მატჩი კი ლელო არენაზე 28 თებერვალს 15 საათზეა ჩანიშნული. საქართველოში გამართულ 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენმა ქვეყანამ გამოსვლა ერთადერთი ოქროს მედლით დაასრულა. ოქროს მედლის მფლობელი ფიგურულ სიგურაობაში ინგა გურგენიძე გახდა. ქართველმა მოციგურავემ 2 პროგრამის ჯამში 87-91 ქულა დააგროვა და ტურნირზე პირველობა არავის დაუთმო. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით ბათუმი, თბილისი და ბაკურიანი მასპინძლობდა. ისტორია დაიწერა, პირველად მოხდა ახალგაზრდულ ევროპის ზამთრის ფესტივალზე. პირველი მედალი მოიპოვეთ ფიგურულ სრიალში ინგა გურგენიძე
გაახარა მაყურებელი, გაგვახარა ჩვენს და ძალიან ბედნიერები ვართ. მივლოცავ თელსაკრებიან საქართველოს მივლოცავ იმ გულშემატკივარს, ვინც თვალყურს ადენებდა და ძალიან ამაღელვებელია, ემოციურია და კიდევ ერთხელ მივლოცავ ყველას. ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 100-ჯერ მეტად შემიძლია უკეთესად სრიალი. რაც შეეხება დასაწყისში დაშვებულ ხარვეს, სპორტის ყველა სახეობაში არის როგორც დაცემა, ისე წამოდგომა. კარიერაში დიდ მიზნებს ვისახავ და ეს წარმატება იმ უდიდესი გზის ლამაზი დასაწყისია, რომელიც უნდა გავიარო. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში სტუმრად ესპანეთის ნაკრები 62-32 დაამარცხა. ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. პორტუგალოსნებმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 10 ლელო დაუდეს. ლელოების ჰეტ-ტრიკი დავით ნინიაშვილმა შეასრულა. ლელოების დუბლით აკაკი აბუცაძე გამოირჩა, ხოლო თითო ლელო ილიას პანდერაიშვილმა ლობჟანიძემ, ვანო კარკაძემ, ლუკა ჯაფარიძემ და ირაკლი ქვათაძემ გაიტანეს. აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალში ჩვენი ნაკრები 2 მარტს თბილისში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. დასრულდა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 82 და ვაჟთა 84 ეროვნული ჩემპიონატი. ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა და მასში ყველა რეგიონიდან 10 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ქალთა შორის ქვეყნის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე გახდა, მეორე-მესამე ადგილზე კი ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე გავიდნენ. ვაჟთა შორის პირველობა არავის დაუთმო ლევან ფანსულაიამ. მეორე ადგილი გიგა ყუფარაძემ დაიკავა, მესამე ადგილს კი თორნიკე სანიკიძე დასჭირდა. საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად კვიპროსის ნაკრებთან მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ფრედ 1-1 ითამაშა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი გიორგი კობახიძემ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური მატჩი კვიპროსელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ცნობისთვის გიორგი ჩიტაურის 17 წლამდე ნაკრები მარტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის ბ-ლიგაში ითამაშებს, სადაც ლიეტუასა და ყაზახეთს დაუპირისპირდება. დღეისათვის კი ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.